გასაგებად რომ გადავამოწმო საერთოდ რა ვიცი მაგასთან დაკავშირებით, ხო, ხო, იოგასთან ხო. დაკავშირებით რა, იმიტომ რომ მე რაც მგონია რომ ვიცი, ეგ მკვეთრად განსხვავდება იმისგან, რასაც მაგალითად თბილისის დარბაზებში და არა მხოლოდ საქართველოში, პლანეტარულად ასწავლიან, ხო იცი, ეს ხალხი რა, იმიტომ რომ ერთობ ისე გახდა რა, იოგა პოპულარული და ესეთი მოდური და დიდად არ ენიჭება მე მგონი ისა ყურადღება რამდენად სიღრმისეულად იცის ადამიანმა თუ არა და ხო და მოკლედ ჩემი აზრით ანუ არანაირი კავშირი არ აქვს ეს რაღაც ეს მაგარონივით გადახლართვას იმაში რომ რაღაც შედეგზე გახვიდე და იოგა რეალურად სხვა რაღაცა არის ხო? რაც შეეხება იმას თუ როგორია იოგა დღეს, რანაირი არის. ეგეთ ფილმიც არსებობს, რომ იოგა აი ყველასი რო არის რა, ყველანაირი რო არის. და უკვე დღეს ხან ფიტნესთან ურევენ, ხან სალსასთან, ეხლა ვღადაობ სალსასთან არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეგეც არის ალბათ სადმე რა. ანუ ყველანაირი არის, აი ყველანაირი არის. მაგრამ სხვათა შორის ვინც ხრინავს ღამით ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ის სუნთქავს პირიდან და აი აუცილებლად უნდა იმუშაოს სუნთქვაზე ვთქვათ რა. ეს არის ყველაზე რთული გამოსასწორებელი ღამე რა. და აი თუ თქვა დილით იღვიძებს მშრალი პირით, ეს იმას ნიშნავს, რომ ღამის განმავლობაში სუნთქავდა პირიდან და სასწრაფოდ უნდა მიხედოს სუნთქვას.